2 კვირის წინ გამოცემულ დოკუმენტში ჯანმომ უნაყოფობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად აღიარა. 25 ქვეყანაში 8500 წყვილში ჯამური მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ სამწუხაროდ ყოველი მე-6 წყვილი უნაყოფოა. უნაყოფობის მიზეზი თანაბრად გადანაწილდა მამაკაცებსა და ქალებზე. თითოეულზე 30-35%. შერეული, როცა ორივე პარტნიორს აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი პრობლემა 15-20% და დაახლოებით 10%-ში არის აუხსნელი უნაყოფობა, როცა მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. 26 ნოემბერსვე ჯანმომ გამოაქვეყნა პირველი მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფო რეკომენდაცია უნაყოფობის პრევენციისთვის, დიაგნოსტიკების და მკურნალობის შესახებ. დოკუმენტი მოიცავს 40 რეკომენდაციას. თანამედროვე მედიცინა უკვე წარმატებით იკვლევს და მკურნალობს ამ პრობლემას, მათ შორის საქართველოსაც რეპროდუქციული მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენი სტუმარია ქირურგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი არსე გვენიტაძე. ბატონო არსე, მოგესალმებით. გამარჯობა. სალამი დღებედნიერებისა და მადლიერებისა ასეთი საინტერესო შესავლის გამო მე როგორც მოქალაქე და როგორც ექიმი გიხდით მადლობას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა. პირდაპირ შეკითხვაზე გადავალთ, ხო? მე ვიკითხავ პირველი შეკითხვა ეს თემა, რომ თანამედროვე მედიცინა რეპროდუქციული მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება და უამრავი წყვილი გააბედნიერა უკვე ასე ვთქვათ და ეხლა რა რჩება ასე ვთქვათ გადაუჭრელ პრობლემად და როგორ ვითარდება რეპროდუქციული მედიცინა? მადლობა კლავაც მოწვევისა და კარგი კითხვისათვის. მანამდე გეტყვით ერთ საინტერესო დამთხევას. 8500 ადამიანზე ჩატარდა კვლევაო. ჩვენი კლინიკის ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის საერთო რაოდენობა, მიერ შექმნილი ახალი სიცოცხლეების საერთო რაოდენობა, მე 16 წელია ვმუშაობ, 8308 იყო რამოდენიმე დღის უკან. ანუ 8500 ეს ყურში მომხდა. ყოველ ერთ სამუშაო დღეში 3-დან 4 ახალ სიცოცხლემდე იქმნება ჩვენთან. თქვათ ბოლო ერთ-ერთ კვირაში 17 ორსულობა იყო, 5 სამუშაო დღეა, გამოდის 3.4. ნახეთ რა არის დღეს გადაუჭრელ პრობლემად. როდესაც პაციენტს ვესაუბრები, წარმოვიდგენ ხოლმე რომ იქ არის ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი შვილი თუ სხვა და ან სხვა უახლოესი გარემოცვა, რაც თავისი მხრივ ორ მნიშვნელოვან შეიძლება ითქვას ძალას და ესეთ გულწრფელობას მაძლევს. ანუ ჩემი მაქსიმუმი ცოდნა იმ მაქსიმუმი ემოციით, რაც შეიძლება საუკეთესო დადო შენი თავისთვის და შენი ოჯახისთვის. და მათ ვეუბნები პასუხად, დღეს 21 საუკუნეში არ არსებობს გამოწვევა უნაყოფობაში, რომ ის ვერ იყოს დაძლეული. მართლაც ასია, ვინც ახლა ექიმი ან ამ საქმის სპეციალისტი მისმენს, არავის დათანხმება არ მჭირდება, მაგრამ ელემენტალურად ეს ასია. ანუ რა გზით ეს იქნება ბუნებრივი გზით. ეს იქნება ჩვენ ყოველწლიურად მე მოგეცით კალენდარი, რომელშიც ჩანს, რომელ ყოველ წელს როგორ იზრდება ჩვენს მიერ შექმნილი, ნახეთ, ახალი სიცოცხლეების რაოდენობა გადაშალეთ მეორე გვერდზე და ხედავთ, რომ შარშანის 847 იყო, წელს იგივე ჩვენსავე მონაცემს 46-ით უსწრებდით 4 დღის უკან, ყოველ 4 შაბათობით ვითვლით. ნახეთ, წარმოგიდგენიათ, რომ წელიწადში 800-ზე მეტ სიცოცხლეს ქმნი, აქედან 80% დაახლოებით არის ბუნებრივი გზით მიღებული ორსულობა, ანუ ეს იქნება ლაპარასკოპიის, ეს იქნება ენდოკრინული მკურნალობის, ეგრეთ წოდებული კონსერვატიული მკურნალობის, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. დაახლოებით 20% აქ არის ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული სიცოცხლეები. სწორედ აქ გავჭირდები და ვიტყვი, შეუძლებელი არ არსებობს. ეს არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ კარგი სლოგანი. ეს არის ტექნოლოგიისა და მეცნიერების, საექიმო ხელოვნებისა და ადამიანური ემოციების კარგი თავსებადობა, მადლობა და რა გზით? ბუნებრივი ინვიტრო განაყოფიერებით, დონაციით, სუროგაციით, ორმაგი ანუ რეალურად ყველანაირი გზა არსებობს,
შვილის გაჩენისა. ახალი სიცოცხლის შექმნისა წყვილისათვის, რომელიც ამაზე არიან მოტივირებული და ბოლოს. მე ვეუბნები ასეთ სიტყვას. არ გაქვთ შანსი ბრძოლებში რომ შვილი ვერ გააჩინოთ, ოღონდ რა დრო დაგჭირდება, თან რამდენი მცდელობა, ან როგორი ტექნოლოგიის გამოყენება თუ მედიცინის რა ფორმის, ეს უკვე განსჯის საგანია რეპროდუქტოლოგისა და წყვილის, რაც ორივე მათგანისათვის მისაღებია. და აქვე დავამატებ ამ ნაწილის პოსტსკრიპტუმში. რა არის შვილი? შვილი ხომ არ არის მარტო სიცოცხლე, რომელიც უნდა დავარქვათ ასე გაჩნდეს და ტაში დაგიკრან, შენ შვილი ყავს, უკვე კარგია, უკვე შენ ხარ ნამდვილი დავარქვათ ასე ადამიანი. შვილი არის გამოწვევა, რომელიც ადამიანებისათვის ერთ-ერთი, არა ყველასთვის, მაგრამ ადამიანთა ერთი ნაწილისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ცხოვრებაში. და შესაბამისად, ამ მიზნისკენ სვლის გზაზე, როდესაც ადამიანები ფსიქოემოციურად, გონებით თუ მატერიალური თუ სხვა, დავარქვათ ასე, მზაობით არიან, ეს უკვე აუცილებლად მიიყვანთ შედეგამდე. რამდენს ნიშნავს თქვენი პასუხი? ალბათ იმ წყვილებისთვის, ვისაც იმედი არ ქონდა, იმიტომ რომ ეხლა თქვით, რომ თითქმის არ არსებობდა გამოუვალი მდგომარეობა. დიახ, ნინი, რამოდენიმე დღის უკან ჩემთან იყო პაციენტი 41 წლისა ვარო და ეხლა ვაპირებ შვილის გაჩენას, ის არ იყო ქორწინებაში და ასე ვთქვათ, დაბალი ქონდა რეზერვი და სხვა და მე როდესაც ეს რამდენჯერმე გაუმეორე და წველად გაუმეორე და ფაქტებზე დაყრდნობით, ცოდნაზე დაყრდნობით, დღეს 21 საუკუნეა ბატონებო. ცოტა ასე ვთქვათ, ყველასათვის შეიძლება უცებზნელი გასაგებია, მაგრამ ადამიანი შეიცვალა. მე მქონდა ერთი ჩემი წიგნის უბის წიგნი დავარქვი ამას პრეზენტაცია 2 კვირის უკან ნიუ-იორკში, მადლიერების ჩუქების დღეზე და ამ წიგნს ქვია სიცოცხლის ხელოვნება, ახალი ადამიანი, თანამედროვე ადამიანი როგორია. ის აღარ არის სინანულში, ის აღარ არის უნდობლობაში, ის აღარ არის იმას ვერ ვაპატიებ, ამას ვერ ვაპატიებ, ის არის მოტივირებული ცხოვრებაზე აქ და ახლა და მე მას რამდენჯერმე განვუმარტე, რამდენჯერმე, იმიტომ რომ ემოციურად სჭირდება პირველად ვეუბნები, ფიქრობთ რომ ეკიპი მეუბნება რომ თქვათ არ ემოციურად არ დავნებდე, ან უიმედობაში არ ჩავიდე. მე მას ნაბიჯ მილიმეტრ ვუხსნიდი ყველაფერს, თითქმის 40 წუთი ვესაუბრე და ბოლოს მითხრა რომ რა კარგად დამანახეთ, შემეცვალა განწყობა. ვუთხარი რომ აუცილებლად შეიძლება ყავდეს შვილი, რომელი გზით, როგორ იქ კიდე სხვა სამედიცინო ნაწილები იყო რაღაცები მოსაგვარებელი, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად და რატო მოვიტანე 21 საუკუნე დღეს ადგება და კარგად მიცემულ კითხვაში ხელოვნურ ინტელექტთან, რომლის შესახებაც ზოგნი ამბობენ, მე არ მჯერა ის რას იზამს. ბატონებო, გჯერა, არ გჯერა, ცოდნა და ინტელექტი, რომ მას უსაზღვროთ აქვს ერთ ადამიანს კი არა ათასეულებს და მილიონებს რო ემყოფა, ეს კარგად ვიცით. ამიტომ ყოველ შემთხვევაში ნათელია და ახლა მე დავიჯერებ თუ არა სამყარო ამითი არ შეიძლება. სამყარო არის ის რაც არის. ჩემთვის ის არის რისი შეცნობაც მიღებაც შემიძლია. აქაც არის თავისუფალი თანამედროვე ადამიანი. ის არ იკლავს თავს მჯერა არ მჯერა. ეს ხედავს რა ფაქტი არსებობს, რაზეა დაყრდნობილი და რამდენად შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს და იცით ერთ ფაქტს ვიტყვი. ერთხელ ერთ-ერთი პაციენტის ეს რამოდენიმე ხნის უკან იყო, დაახლოებით წელიწადზე მეტი იქნება, ინვიტრო გადატანის შემდეგ მოდიან ხო, რომ იმ დღეს დადებითი იქნება შედეგი თუ არა, ნუ დადგა თუ არა ორსულობა. იმ კონკრეტულ პაციენტთან იმ დღეს არ დადგა ორსულობა და საღამოს მომდის ამ პაციენტის მესიჯი. და ხო სამუშაო დღის განმავლობაში დახედა უბრალოდ და სანამ მესიჯს გავხსნიდი, ვიფიქრე, რომ ეხლა წარუმატებელი შემთხვევაა და არ ვიცი რას წერს და მოგვიანებით როგორც კი დრო ნახე და გავხსენი მესიჯი, ძალიან საინტერესო მესიჯი იყო. თქვა რომ დღეს მე ვერ მივიღე ორსულობა. ინვიტრო ამ გადატანით. მაგრამ მე მადლობას გეუბნები თქვენ და თქვენს კლინიკას. ეს არ არის მარტივი ამბავი, რომ ამ ემოციაზე კიდე მადლიერებისთვის და მან თქვა რომ
მე ვნახე რომ თქვენ ჩემთან ერთად ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯზე, ყველაფერს აკეთებდით, რომ ეს ორსულობა დამდგარიყო. მე მოვემზადები შემდეგი გადატანისთვის და შემდეგი ასე ვთქვათ, მცდელობით მივიღებ ჩემს შედეგს. აქ ორი ამბავია მნიშვნელოვანი. არა მარტო ის რომ ჩვენ გვეუბნება მადლობას და ვთქვათ გუნდის შრომა. საკუთარ თავს სიძლიერეს და საკუთარ თავს ჭყალებში ჩემი გამზრდელი ბებია მარუსა მაღლაფერიძე, მარია მაღლაფერიძე ამბობდა შეუძახე საკუთარ თავს ხმამაღლა აძლევს იმედს. ბატონო არს, თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ დღესდღეობით ყველაფერი არის შესაძლებელი, რომ კლინიკაში პაციენტი უშუალობასთან დაკავშირებით შეუძლებელი არაფერია. რამდენად არის დაახლოებული თქვენი კლინიკის მოწყობილობები, მიდგომები და ტექნოლოგიები ევროპულ სტანდარტებს, რომლითაც ევროპის ფარგლებში იხმარებიან წყვილებს, რომ გაბედნიერდნენ და შვილი ეყოლათ. მე წარმოშობით იმერელი ვარ და როგორც იმერლები თქვენ აშენ და შენი ოჯახი და მიყვა ჩემი ნახეთ, აი კარგად გიჭირავთ თქვენ 5 გზის სერტიფიცირება ევროპული 2016, 19, 20, 24, 22, 24. ევროპული სერტიფიცირება მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს ამას საუბარი არ იყო. ეს ჩემი პირადი ინიციატივა და 2016 წლიდან ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ მუდმივი რევიზია შემოწმება მიდის ძირითადად გერმანელ ექსპერტებთან აგვაქვს საქმე და შესაბამისად თუ ჩვენ ვერ შევესაბამებით. აი თქვენ აპირებთ ახლა პროფესიულ ზრდას და ლიცენზირებას და ხო? დრო და დრო მუდმივად გადაგამოწმებთ. თუ თქვენ ვერ ჩააბარებთ, ჩარშან იყავე, კარგი ბიჭი, კარგი კლინიკა გქონდა, მაგრამ თუ შენი აპარატურა ისევ იგივეა და შენი ცოდნა ისევ იქ დარჩა, განსაკუთრებით რეპროდუქტოლოგიაში, მაშინ წარსულის მედალი ჩამოიკიდე და იძახე. არა, ეს არის მუდმივად განვითარება. აი თქვენ სულ რაღაც ნოემბრის რამოდენიმე კვირის წინანდელი რეკომენდაციები დაასახელეთ, ხო? ისინი ყველანი უკვე მოქმედებაში უნდა იყოს წარმატებულ კლინიკაში და არის კიდევაც. ანუ რეალურად მარტივია პასუხი. 5 გზის 2016-დან 2024-ის ჩათვლით 2-3 წელიწადში ერთხელ რომ სერტიფიცირებას გაევლი და მიიღებ რომ ის გაქვს ევროპული შესაბამისი სტანდარტი, კარგ რამეს ვთქვი. ბოლო სერტიფიცირებაზე 4 ექსპერტი იყო გერმანიიდან ჩამოსული და რამოდენიმე თვეები ჭირდება მომზადებას. ფინალურად შევკრიბა გუნდი და თქვა გამოაცხადა საჯაროდ, მარტო კი არ ვიყავი იქ. პირველ სერტიფიცირებას რო ვაკეთებთ, ეს გუნდი პირველად იყო ჩვენთან გერმანიის კლინიკებისო 55 ქულა არის გამსვლელი ქულაო და 1-2 ქულით თუ გადააფარავენო პირველ ჯერზე. თქვენო ახლა არ ვიცი ჯერ რა უნდა თქვას და თქვენ 14 ქულით პირველ ჯერზე უფრო მაღალი შედეგი აჩვენეთო, ვიდრე გერმანიის კლინიკები ჩვენსავე ქვეყანაშიო, გერმანელები იყვნენ. აი ბატონო პასუხი, ხო? ამიტომ აი ეს გუნდი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, ჩემი შვილები თუ მეუღლე თუ მთელი გუნდი, ჩემი ყოველდღიური ბედნიერება და აი ეს ადამიანები დილით რომ მოდიან სამსახურში, იმ დღეს 3 ან 4 ახალი სიცოცხლე შეიქმნება დედამიწაზე. უნდა გითხოთ უშუალობის მიზეზიც. ხშირად შეიძლება იყოს ეს გენეტიკური ან შეძენილი. რა გზები არსებობს, მკურნალობის გზები, რომ წყვილებმა თავი აარიდონ და იმკურნალონ იმისთვის, რომ ეს უშუალობასთან დაკავშირებული დაავადებები თავიდან აირიდონ. საბედნიეროდ ძალზედ მწირია და იქაც არსებობს რაღაც გზები, რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ქალისო თუ მამაკაცის უნაყოფობის, ეს იქნება ენდოკრინული, ეს იქნება ენდომეტრიოზით გამოწვეული, სხვა შორის ენდომეტრიოზის ევროპული ცენტრი ვართ ჩვენ. ვერგზის. ეს იქნება მამაკაცის თუ ქალის გენიტალური სასქესო სისტემის სხვადასხვა დაზიანებით. ამ მიზეზთა გამა დიდია, მაგრამ რეპროდუქტოლოგის მთავარი და პირველი ამოცანა სწორედ ის არის მიაკვლიოს მიზეზს წყვილში რატომ არ დგება ორსულობა. თქვენ ახსენეთ 10% დაუდგენელი გენეზისო. ხო, ნახეთ, მაშინ როდესაც თვალხილულად ვერ ამბობ რომ თქვათ ჰორმონთა ან მილების, ან საშვილოსნოს, ან სპერმის მდგომარეობის გამოა, თუმცა მეორეს მხრივ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ხო?
უკვე დავადგინეთ, რომ ის შედის ამ 10%-ში და მისი ქმედება, მის მოსაგვარებლად რა ქმედება, ერთ-ერთი სხვათა შორის არის ენდომეტრიოზი ვახსენე მე, ეს არის დაავადება, რომელიც ახალგაზრდა ქალების ორგანიზმში 10-15%-ია, ის ტკივილთან მენსტრუაციის დროს ტკივილით შეიძლება იყოს მანიფესტირებული, ანუ დიაგნოზის დავარქვათ ასე ყურადღება მისაქცევი და ამ გზაზე ერთ-ერთი არის ოქროს სტანდარტი სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია. ასეთი დიდი სადოქტორო ნაშრომი შევასრულეთ ჩვენ ჩემი ხელმძღვანელობით ჩემ კლინიკაში და ყოველი მეორე 47-50%, რომელსაც ესეთი გზით ვმკურნალეთ, ბუნებრივი გზით პირველ 6 თვეში გახდა ორსული. ვინც ვერა, მე უკვე ისინი გადადიან ინვიტრო განაყოფიერებაზე. ამ ნაშრომის გამოქვეყნებისათვის 2017, 2018 და 2019 წლებში პანდემიამდე სამგზის ევროპის საუკეთესო ნაშრომთა შორის პირველ best selected posters. აი ამაში წარმოაჩინეს ეს ოფიციალურად დაბეჭდილად გამოსულია. ანუ ნახეთ ერთ-ერთი ნაწილი ეს არის. ამის გარდა მე მისი მკურნალობის გზა არის უკვე შესაძლო ინვიტრო განაყოფიერების გამოყენება. თქვენ ახსენეთ, რომ ყოველთვის ეცნობით ამ ახალ კვლევებს და ახალ ტენდენციებს ამ სფეროში. ეცნობით არა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. რა თქმა უნდა. თქვენ რომ კალენდარს არ გაეცნოთ, დილ დრო ადგებით რა რიცხვია, დღეს ოღო ვერ გამოვარ. ნამდვილად. დღესდღეობით არის საკმაოდ დიდი პრობლემა, რაზეც ჩვენი გადაცემაც ასევე შემდგომ გააგრძელებს საუბრას, რომელიც არის მიკროპლასტმასის დაგროვება ჩვენს ორგანიზმში და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევები, რომელიც ჩატარდა, აჩვენებს, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოში, კონკრეტულად ჯირკვალში, სათესლე ჯირკვალში უკვე არის აღმოჩენილი ეს მიკროპლასტიკა. ეს ხომ არ შეიძლება იყოს თანამედროვე დროში ერთ-ერთი მიზეზი, რაც ზრდის ამუშავების რისკებს ამაჩვენებს. ლევამ გეტაყვა, ყველაფერი შეიძლება იყოს მიზეზი და დღეს რაც ჩვენ არ ვიცით, ხვალზე შეიძლება ის ნათლად გამოვლინდეს, რომ მიზეზია, ისევე როგორც ხშირად ასახელებენ რაღაცეებს მიზეზად ცხოვრების სხვა ნაწილში ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ თურმე ის არ ყოფილა. ანუ ნახეთ, ეს არის მეცნიერების მუდმივი განვითარება. ჩვენი მიზანი, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც სამეცნიერო მკვლევარები კი არ ვსაუბრობთ, არამედ როგორც კლინიცისტი ექიმები, ჩვენი მიზანი შედეგის დადგომაა. მე თუ მოვედი თქვენთან, რომ მე მინდა შვილი და ის არ მიჩნდება, თქვენ რეპროდუქტოლოგმა უნდა მიპოვოთ გზა, როგორ გავაჩინო შვილი. მას სჭირდება მისთვის გასაგებ ენაზე, იმერულად რო თქვა, ექიმო, ბავშვი, როდის მეყოლი? არაფერი არ მინდა მე ექიმო. ეს არის. არაფერი არ მინდა ექიმო, ერთი ბავშვი გვინდა, მეტი არ და იმასაც კი არ ვამბობთ, რომ თავში ბიჭი იყოს თუ ბოლო. პირველი რომელიც გინდა ის იყოს, თან ესე აყოლებს ადამიანი, ნუ ხუმრობით, ხო? მაგრამ ნახეთ, მართალია. ჩვენ თუ მისი მოსვლის მიზანს ვერ გავითავისებთ და ჩვენ დაუწყებთ, რომ აიცით რა მიკროპლასმასი, თქვენ რომ ესქენით, ისქენით, ესქენით, ეს მას ბედნიერს არ გახდის. მე მითხარით რა გავაკეთო, რომ შვილი მყავდეს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ბოდიში რო ვერ გამაჩერე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.